დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვები წამალს ითხოვენ. დღეს ისინი თავადაც მონაწილეობდნენ მათ მხარდასაჭერად გამართულ მარშში. სოლიდარობის აქცია რუსთაველის მეტროსთან დაიწყო და მსვლელობით კანცელარიამდე მივიდა. იქ უკვე 2 კვირაა მშობლები ღამეებს ათევენ და შვილებისთვის წამალს ითხოვენ. შესაძლოა სასამართლო დარბაზში დაადონ ბორკილები და პირდაპირ გაუშვან საპატიმროში. ამბობს გიგა ავალიანის დედა საქმის ერთ-ერთ მთავარ ფიგურანტზე ნია იბნაძეზე. იბნაძეს 7 მაისს სასამართლოში ჩვენების მისაცემად იძულების წესით მიიყვანენ. როგორც ეკა კუპატაძე ამბობს, არასრულწლოვანი სასამართლოში მისვლას თავს ფსიქოლოგიური მდგომარეობის მიზეზით არიგებდა. გიგა ავალიანის დედა დარწმუნებულია, რომ მოზარდი იტყუება. უკრაინამ ოკუპირებულ მარიუპოლში აზოვსტალის რაიონს დაარტყა. ინფორმაცია და კადრები ადგილობრივ ტელეგრამ არხებით ვრცელდება. დარტყმის შედეგად ძლიერი ხანძარი გაჩნდა. კონკრეტულად რა დაიბომბა ჯერ უცნობია. ჩვენს პილოტებს ირანისცის ნებისმიერ წერტილამდე შეუძლიათ მიღწევა და საჭიროების შემთხვევაში მზად არიან ამის გასაკეთებლად, აცხადებს ისრაელის პრემიერ-მინისტრი. ისრაელის არმია თანამედროვე საბრძოლო თვითმფრინავების 2 ესკადრილიას ყიდულობს. მომდევნო 10 წელში კი თავდაცვის ბიუჯეტს 350 მილიარდი შეკელით ზრდის სამხედრო წარმოებისთვის.